მთვარეზე ერთი ღამე 14 დღეს გრძელდება. 2 კვირა სული სიბნელია, რომლის დროსაც ტემპერატურა -130 გრადუსამდე ეცემა. სამხრეთ პოლუსის კრატერებში კი ტემპერატურა -250 გრადუსამდეც კი ეცემა. იქ ნებისმიერი მზის პანელი 2 კვირის განმავლობაში უსარგებლოა და არც ერთი ბატარეა მსოფლიოში ამ პერიოდს ვერ გადაფარავს მისაღები მასით. ამიტომ ვინც მთვარეზე ცხოვრება უნდა, სჭირდება ელექტროსადგური, რომელსაც მზე არ სჭირდება. ბირთვული რეაქტორი. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ახლა რბოლა, რომელიც თითქმის არავის შეუმჩნევია, რადგან ის რაკეტებით კი არა, საწვავის წნელებით იგება. ერთ მხარეს არის Westinghouse, ამერიკული რეაქტორული გიგანტი, რომელსაც ახლა მილიარდიანი პროგრამისა და პრეზიდენტის დანკარგულების ხარდაჭერა აქვს. მეორე მხარეს არის Rolls-Royce, რომელიც უკვე 60 წელია ბრიტანული ატომური წყალქვეშა ნავების რეაქტორებს აშენებს და ელეგანტური მთვარის რეაქტორი შეიმუშავა. მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი ეხლახან ხმაურიანად გამოეთიშა შეჯიბრს. და ამის მიზეზები უფრო მეტს ამბობს კოსმოსური ფრენების მომავალზე, ვიდრე ნებისმიერი ძრავის გაშოვა. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის მარსის ქრონიკები. სანამ დუელზე გადავიდოდეთ, მოკლედ განვიხილოთ საფუძვლები, რატომ უნდა იყოს ეს აუცილებლად რეაქტორები. ბირთვული ენერგია უკვე დიდი ხანია გამოიყენება, მაგრამ თითქმის ყოველთვის ეგრეთ წოდებული რადიოიზოტოპული ბატარეების სახით. სპეციალური ტერმინით ეს არის რადიოიზოტოპული თერმოელექტრული გენერატორები, მოკლედ RTG ან RTG. ისინი გამოიყენება Voyager-ების ზონდებში, კასინიში და მარსის როვერში. თუმცა RTG რეაქტორი არ არის არამედ უფრო რადიოაქტიური ბატარეა, რომელშიც დაშლა და პლუტონიუმი სითბოს გამოყოფს. რამდენიმე ასეული ვატი მეტი არა. ნამდვილი ბირთვული დაშლის რეაქტორი კი არის ელექტროსადგური ჯაჭვური რეაქციით, რომლის სიმძლავრეც რეგულირდება და 10,000 ჯერ მეტია. ეხლა კი ის რიცხვი, რომელიც ფელამ რბოლას ხსნის. აშშ-ში მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ზუსტად ერთი ბირთვული რეაქტორი გაუშვა კოსმოსში. SNEP-10 1965 წელს. საბჭოთა კავშირმა კი ათეულობით გაუშვა, ძირითადად რადარის ჯაშუშურ თანამგზავრებს. მას შემდეგ 10 წლეულების განმავლობაში რადიოდუმილი სუფევდა. ეს დუმილი მხოლოდ 2018 წელს დაირღვა, როდესაც NASA-მ Kilopower-ის პროექტით და მისი სატესტო რეაქტორით Krusty პირველად წარმატებით ჩაატარა კომპაქტური ბირთვული დაშლის რეაქტორის დამოცდა დედამიწაზე. $200 მილიარდ მეტი აქვს აშშ-ს 10 წლეულების განმავლობაში ჩადებული ათეულობით ბირთვულ და კოსმოსურ პროექტში. და ამ ყველაფრიდან თითქმის არაფერი გაფრენილა. სწორედ ეს უნდა შეიცვალოს ახლა. თანაც სწრაფად. მოდი დავაკვირდეთ ამ ორ დუელანტს. პირველად Westinghouse. მათი მთვარის კანდიდატი ეფუძნება E-Winch-ის მიკრორეაქტორს, რომლის გატიდვაც კომპანიას დედამიწაზეც სურს. იქ 5 მეგავატის სიმძლავრით. კოსმოსისთვის ის ელექტრულად 10-დან 100 კილოვატამდე დაქვეითდება და მისი კონსტრუქცია ვაკუუმში გამოყენებისთვის თითქმის უთიფრად ჭკვიანურია. გულის მთავარი ნაწილია ეგრეთ წოდებული ჰიტ ფაიფები, ანუ სითბოს მილები, რომლებიც რეაქტორის ბირთვიდან სითბოს სრულიად პასიურად ატარებენ. არც ტუმბოები, არც ცირკულირებადი გამადრილებელი სითხე, არც გაგრილების წრედი, რომელიც შეიძლება დაფუჭდეს, რაც დედამიწაზე სასიამოვნო ბონუსად ჟღერს, კოსმოსში გადამწყვეტი მნიშვნელობისა. გარდა ნებისმიერი მოძრავი ნაწილი, რომელიც მთვარის ღამით -130 გრადუსზე შეიძლება დაიჭედოს, პრობლემას ქმნის. ეს პოტენციური სრული მარცხია და იქ ზემოთ არც ტექნიკოსია და არც ხელსაწყოების ხუთი. რეაქტორი რეგულირდება ბირთვის კიდეზე მდებარე მბრუნავი საკონტროლო ბარაბნებით. სითბო გარდაიქმნება ელექტროენერგიად ბრაიტონის ციკლის მეშვეობით, ანუ ბირთში გაზდურბენით, ან ალტერნატიულად სტირლინგის ძრავებით და ბირთვი უნდა მუშაობდეს 10 წლამდე საწვავის დამატების გარეშე. მთელი სისტემა სულად მზადდება ქარხანაში. საწვავით შევსებული და აწყობილი, Westinghouse ამ სისტემას ავითარებს 2022 წლიდან NASA-ს Fission Surface Power პროგრამის ფარგლებში ძრავების მწარმოებელ Aerojet Rocketdyne-თან ერთად. და ასევე ითანამშრომლა მთვარის ლენდერის კომპანიასთან Astrobotiki, რომელიც სამხრეთ პოლუსზე მთვარის ელექტროსისტემის სახელად Lunar Grid-ის შექმნას აპირებს. მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, Westinghouse ამერიკულ რბოლაში მარტო არ არის. ამავე პროგრამაში მონაწილეობს Lockheed Martin-ის გუნდი და რეაქტორების წარმოებელი BWXT, ასევე დუეტი Intuitive Machines-ისა და X-Energy-სგან. ასე რომ, დუელი უფრო ზუსტად ასე ჟღერს. Westinghouse, Rolls-Royce-ის წინააღმდეგ და კიდევ ორი ამერიკული გუნდი. მაგრამ მაშინ ეს აღარ არის დუელი, არ აქვს მნიშვნელობა.
გადავიდეთ Rolls-Royce-ზე და აქ ისტორია ტრაგიკულად ვითარდება. ქაღალდზე თითქმის არავის აქვს უკეთესი წინაპირობები. რადგან Rolls-Royce 1960-იან წლებიდან აშენებს წნევით წყლის რეაქტორებს, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ატომურ წყალქვეშა ნავებს ამოძრავებენ. ანუ კომპაქტური გამძლე რეაქტორები ისეთი გარემოებისთვის, სადაც ვერავინ უბრალოდ ვერ გავადარეთ, რომ რამე შეაკეთოს. ეს ძალიან გავს მთვარისთვის იდეალურ მოსამზადებელ ეტაპს. ამიტომ 2022 წლიდან ბრიტანეთის კოსმოსურმა სააგენტომ დააფინანსა კოსმოსური მიკრორეაქტორი დაახლოებით 9 მილიონი ფუნტით, ანუ დაახლოებით 10.5 მილიონი ევრო. Rolls-Royce-მა ოქსფორდის, ბანგორისა და შეფილდის უნივერსიტეტებთან ერთად სამი ძირითადი კომპონენტი შეიმუშავა. ანუ საწვავი, სითბოს გადაცემა და ელექტროენერგიის გარდაქმნა. 2023 წლის ბოლოს წარადგინა კონცეპტუალური მოდელი, რომლის მიზანიც იყო დაახლოებით 100 კილოვატიანი სიმძლავრე. და გეგმავდა დემონსტრატორის გაგზავნას მთვარეზე 2029 წელს. ბოლოსდი უფრო 2030-იანი წლების დასაწყისში. ოფიციალურ ვიდეოს ამასთან დაკავშირებით ქვემოთ დაგიდეთ. ღირს ნახვა. და შემდეგ 2026 წლის თებერვლის დასაწყისში დადგა გარდატეხა. Rolls-Royce-მა მთვარის რეაქტორის განვითარება დანუსაზღვრელი ვადით შეარჩია. სახელმწიფო დაფინანსება ამოიწურა, სტარტაპ პარტნიორი ვერ მოიძებნა და მსოფლიოს უდიდესმა კლიენტმა კარი დახურა. რადგან ამერიკის მთვარის რეაქტორის პროგრამა პრეზიდენტის ბრძანებულებით მხოლოდ ამერიკული კომპანიებისთვისაა განკუთვნილი. მხოლოდ სკოლიოთ რჩება. Rolls-Royce-ის ამერიკულ შვილობილ კომპანიას NASA-სთვის მხოლოდ ენერგიის გარდამქმნელზე მუშაობის უფლება აქვს. ამით მივედით დუელის მთავარ პუნქტამდე. გადაწყვეტილება არ მირებულა სატესტო სტენდზე, არამედ ბიუჯეტის გეგმებში. Rolls-Royce-მა 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 10 მილიონი ევროს პროექტის დაფინანსება მიიღო. ამერიკელები დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის პროგრამას ახორციელებენ. პრეზიდენტის განკარგულებით, კონგრესის კანონით და განსაზღვრული საბოლოო ვადით. ეს დუელი არ არის, ეს წონითი კატეგორია. დავაგზავნოთ კითხვით, რატომ აუჩქარა ამერიკამ უცებ ასე ძალიან? პასუხი მოცემულია 2025 წლის 18 დეკემბრის დოკუმენტში. ეს არის პრეზიდენტის განკარგულება სახელწოდებით ამერიკის კოსმოსური უპირატესობის უზრუნველყოფა. ქართულად დაახლოებით ასე ითარგმნება. ამერიკის უპირატესობის უზრუნველყოფა კოსმოსში. ის ითხოვს არა მხოლოდ ასტრონავტების დაბრუნებას მთვარეზე 2028 წლამდე და მუდმივი ბაზის შექმნას 2030 წლამდე, არამედ ასევე ხაზგასმით მოითხოვს მთვარის რეაქტორის მზადყოფნას 2030 წლამდე. დაახლოებით 100 კილოვატიანი სიმძლავრით. უკვე 2025 წლის აგვისტოში იმ დროის დროებითმა NASA-ს ხელმძღვანელმა შონ დაფიმ პროგრამა დირექტივით დააჩქარა და საკმაოდ ღიად ახსნა რატომაც. ეს ეხება ჩინეთთან შეჯიბს. რუსეთმა და ჩინეთმა უკვე 2024 წლის მარტში განაცხადეს, რომ ერთად ააშენებენ ბირთვულ ელექტროსადგურს მთვარეზე. და ეხლა მოდის გეოპოლიტიკური დეტალი, რომელიც ორჯერ უნდა წაიკითხო. ვინაც პირველი მუშაობს რეაქტორს მთვარეზე, არტემისის შეთანხმებების მიხედვით, შეუძლია თავისი ობიექტი უსაფრთხოების ზონად გამოაცხადოს. სხვა იქ უბრალოდ ვერ ააშენებს. NASA-ს დირექტივაც კი აფრთხილებს. პირველი ქვეყანა, რომელიც მთვარეზე რეაქტორს ამუშავებს, შესაძლოა სწორედ იმ ადგილას გამოაცხადოს ასეთი ზონა, სადაც საუკეთესო ადგილებია. სამხრეთ პოლუსზე, სადაც წყლის ყინული მარად ბნელ კრატერებშია, ხოლო მის გვერდით მთის ქედები თითქმის მუდმივად მზეშია. რეაქტორი შესაბამისად მხოლოდ ელექტროსადგური არ აქვს. ის ტერიტორიული პრეტენზია საწვავის წნელებით. ამასობაში NASA იღებს პასუხისმგებლობას როგორც გაშვებაზე, ასევე დაშვებაზე მომავალი რეაქტორისთვის, რათა მწარმოებლებს მხოლოდ თვითონ მოწყობილობაზე მოუწიოთ ზრუნვა. და აიდაჰოს ეროვნულ ლაბორატორიაში ამზადებენ საცდელ ბუნკერს სახელად დომი, სადაც 2026 წლიდან პირველი საცდელი რეაქტორები კრიტიკულ რეჟიმში ამუშავდება. და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ძრავებთან? ძალიან დიდი. და აქ უბრუნდებით იმ კოსმოსურ ხომალდს, რომელსაც ორი ჩემი ვიდეოდან იცნობთ, რომელთა ბულებსაც რა თქმა უნდა ქვემოთ დავამატებ. Space Reactor One Freedomi, მოკლედ SRER. 2026 წლის მარტში გამოცხადდა და 2028 წლის ბოლოს უნდა გაფრინდეს მარსზე, როგორც პირველი ბირთვული დაშაშლით მომუშავე ინტერპლანეტარული კოსმოსური ხომალდი ისტორიაში. ერთ ბოლოში მდებარეობს ბირთვული დაშლის რეაქტორი 20 კილოვატიანი ელექტრული სიმძლავრით, რომელიც მუშაობს ჰელიუთი, ანუ უფრო გამდიდრებული, მაგრამ ჯერ კიდევ იარაღისთვის უარგისი ურანით. სითბო გარდაიქმნება ელექტროენერგიად დახურული ბრაიტონის ციკლის მეშვეობით. და ეს ელექტროენერგია მეორე ბოლოში ამოძრავებს ჰოლის ძრავებს, ანუ იონურ ძრავებს.
რეაქტორი აქ პირდაპირ ძრავის როლს ასრულებს. ამას ბირთვულ ელექტრულ ამძრავ სისტემას უწოდებენ. განსაკუთრებით ელეგანტურად, როგორც ხეხემალი, გამოიყენება გადამუშავებული ძრავისა და ენერგიის მოდული, გაუქმებული მთვარის სადგურ Gateway-დან. და თვითონ SR1 სახელწოდებით Skyfall-ი 3 მარსის ვერტმფრენს Ingenuity-ის კლასის მიიტანს. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ SR1 უნდა გახსნას გზა Lunar Reactor 1-თვის, ანუ სწორედ იმ მთვარის რეაქტორისთვის, რაზეც ეს მთელი ვიდეოა. ჯერ რეაქტორი ფრინავს როგორც ძრავა. შემდეგ კი მთვარეზე დგება როგორც ელექტროსადგური. დასასრულს ჩემი გულწრფელი შეფასება. პირველ რიგში სათაუში ნახსენები დუელი სინამდვილეში სასწავლო მაგალითია. Rolls-Royce ფიზიკაში არ დამარცხებულა, არამედ დაფინანსების მოდელში, რომელმაც კოსმოსური ბირთვული პროექტი უნივერსიტეტის პროექტივით აღიქმნა. ამ დროს ამერიკამ ეს ეროვნული მისიის დონეზე აიყვანა, სპეციალური ბრძანებებით, კანონებითა და მილიარდიანი დაფინანსებით. ევროპამ ეს გაფრთხილებად უნდა მიიღოს, რადგან იგივე პრობლემა გვაქვს მზიდ რაკეტებსა და კოსმოსურ სადგურებშიც. მეორეც, ამერიკული პროგრამაც თავისით არ ვითარდება. სპეციალისტები აფრთხილებენ, რომ მთავარი პრობლემა უკვე აღარ არის რეაქტორის ფიზიკა, არამედ ინფრასტრუქტურა. უბრალოდ არ არსებობს ვაკუუმისთვის შესაფერისი სატესტო დანადგარები, რათა ფრენამდე სრულად შემოწმდეს რეაქტორისა და მისი დასაფრენის სისტემის კომპლექსი. 2030 წელი შესაბამისად ძალიან ამბიციური მიზანია. და მესამე, მიუხედავად ამისა, მიმართულება ცალსახაა. პირველად 1960-იან წლების შემდეგ ბირთვული ენერგია კოსმოსში აღარ არის მხოლოდ ქაღალდზე არსებული პროექტი, არამედ უკვე აქვს განსაზღვრული ვადები, სატესტო ბუნკერი და მშენებარე კოსმოსური ხომალდი. მთვარის ღამე 14 დღე გრძელდება. მაგრამ პირველად ვიღაც სერიოზულად მუშაობს იმაზე, რომ ამ ღამეში სინათლე არ ჩაფრეს. და ბოლოს იქ ამერიკული, ჩინურ, რუსული თუ ოდესმე ისევ ევროპული ლოგო იქნება. ეს მომავალი 10 წლეულის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ძალაუფლების საკითხია. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო მარსის ქრონიკები. მადლობ ყურებისთვის. Per aspera ad astra. ნახვამდის.